ოჯახი. ასე ქვია წარმოდგენას, რომელიც ბათუმის მოზარდ მაყურებელთა და თოჯინების თეატრმა მაყურებელს შესთავაზა. სპექტაკლი ნიკოლოზ საბაშვილისა და ირაკლი კიკვაძის ერთობლივი სარეჟისორო ნამუშევარია. ნიკას იდეა იყო, რომ ჩვენ ორივეს გაგვეკეთებინა ერთად სპექტაკლი და რაღაც თავისი იდეა თქვა, მე რაღაც ჩემი იდეა უთხარი და რაღაცნაირად ისე მოხდა ყველაფერი, რომ ჩვენი იდეები ერთმანეთს დაემთხვა. ჩვენი შეხედულებაც ერთმანეთს დაემთხვა. ზედიზედ ისე მიეწყო, რომ მეორე წელია მომიწია დადგმა ამ თეატრში სპექტაკლის და უკვე ვიცნობდი დას, უკვე მქონდა შეხება შემოქმედებითი ურთიერთობა მათთან და როდესაც მე და ირაკლიმ ვისაუბრეთ, თუ აი რა შეიძლება დავდგათ, ვეძებდით სხვადასხვა ნაწარმოებებს კლასიკაშიც ვეძებდით, მაგრამ მე საუბრისას, როცა ჩამოვყარეთ იდეები, რომ ვთქვათ, რა არის დღეს პრობლემა, მიუღებლობა. სპექტაკლი მოგვითხრობს ოჯახის შესახებ, რომლის წევრების ქცევა ჩარჩოშია მოქცეული. სამყაროსგან მათ უხილავი კედელი ჰყოფს, რომლის იქით ვერაფერს ხედავენ. ცხოვრების ერთგვაროვნება ყოფაშიც აისახება. ყველაფერი თეთრი ფერისაა. განსხვავებული ფერი ახალდაბადებულ გოგონას შემოაქვს. მისი წითური თმები საზოგადოების აღშფოთებას და ქილიქს, შესაბამისად მშობლების შიშს და შეშფოთებას იწვევს. თუმცა ახალშობილი ზღუღუნი მისდამი დამოკიდებულებას ცვლის. განსხვავებული ფერი ჩნდება იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც არიან კომფორტულად შეზრდილები იმ ცხოვრებას, რომლითაც ცხოვრობენ და უცებ გაჩნდა ახალი ფერი, ეს მათთვის იმის მიუხედავად, რომ შვილია გახდა მტერი. ამ ადამიანებს დაემართათ გაუცხოება საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ. საკუთარი ოჯახი ის სოციუმია, რომელშიც ცხოვრობენ ეს ადამიანები, ეს კონკრეტულად ოჯახზე არ არის აქ საუბარი და იწყება კონფლიქტი ამ შეუთავსებლობის, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ არ დაიღუპოს ის ფერი, რომელიც ძალიან მკაფიოდ და მკვეთრად გამოჩნდა. მშობლები ყველაფერს უფრთხიან, რაც უჩვეულოა და მიღებულ დოგმებს მიღმაა. აშინებთ გოგონას დახატული წითელი ბუშტები, რაზეც საზოგადოება შფოთავს. აშინებთ მოზარდის ქცევა, რომელიც თვარის შუქისგან ფერად ჯემპს იქსოვს. ჩემი გმირი ძარღვევს ყველა ჩარჩოებს, ყველა სივრცეს, ყველა ზღვარს, დოგმებს, ბარიერებს. ზოგადად, როდესაც მოზარდი განსხვავებულია, ის ყოველთვის ექცევა ყურადღების ცენტრში და ამის გამო ხშირად ხდება, რომ ისინი იკეტებიან და ცდილობენ იმ განსხვავებულობის დამალვას საზოგადოებისგან, რაც მათ აქვთ. მშობლები გოგონას აიძულებენ დაემორჩილოს საზოგადოების წესებს. მოზარდი ჯერ წინააღმდეგობას უწევს, მერე ნებდება. თავის მოკლას გადაწყვეტს. სიკვდილი ამ განზრახვაზე უარით პასუხობს. არის მომენტები, როდესაც რაღაცას ვერ ვუძლებთ. აი ეს გარემო ფაქტორები, ადამიანები, საზოგადოება ჩვენს ირგვლივ ხშირად გვაქცევს წნეხის ქვეშს და ალბათ ძალიან ბევრს ქონია იმის სურვილი, რომ რაღაცნაირად ამ ყველაფრისთვის წერტილი დაესვა. სწორედ ეს მომენტი აქვს ჩემს გმირს, უნდა რომ ყველაფერს წერტილი დაუსვას. ჩემი გმირი თავს დაადებს სიკვდილს და იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. სიკვდილის დამოკიდებულება ჩემს გმირთან. აქ არის სიყვარულის სცენა. სიკვდილს ის უყვარდება. ამიტომაც არ ხდება მისი სუიციდი. ის გაიქცევა, ვერ გაიმეტებს წასაყვანად და სიკვდილი დატოვებს მას თავის პრობლემებთან ერთად. გამოსავალს კი იმაში პოულობს, რომ ისიც უფერულდება და სხვებს ემსგავსება.
ერგება საზოგადოების წესებს და ცდილობს ისე მოიქცეს, როგორც მიუთითებენ. თუმცა საბოლოო ჯამში აღმოაჩენს, რომ ის ბევრად უფრო დიდია, ბევრად უფრო ძლიერია, ბევრად უფრო კარგია და ამას საზოგადოებას დაანახებს. რა ცხოვრებისეულია რა. ადამიანებს ესე მოძდით ხოლმე რა რაღაცა და მე რაღაცებს ატარებენ, რაღაცებს იმაშობენ. ეს პერსონაჟი, ჩემი პერსონაჟი. აი რაღაცა იმაში, ესე სინაზე გამოლძაღლებით რა, სახლის სამსახური. რაღაცა თავის იმაშია და რაღაცა თან სამსახური და თან ოჯახი ჩანს რა და ну განცდები, ყველაფერი განცდებზეა რა და ამ განცდების ბრძოლა უფრო რა ადამიანები ჩვენზე ხარ აქ ესე ცხოვრებაში რაღაც განცდებს ვებრძვით რა ალბათ კი არა ესე ეს ყველაფერი ხო თეთრია და ხო ეს ერთ ფერში როა მრავალფეროვნებაზეა აგებული რა რომ ესე არ შეიძლება მარტო ესე იყო რა პატარა კრუგაზოლი კონდეს რა ცოტა სივრცეს უნდა ეჩვეოდე რა ალბათ არ ვიცი რა ჩემი პერსონაჟი რო გითხრათ რომ ძალიან გავარ მეთქი არა მაგრამ რაღაცა მსგავსება მეც როგორც დედამ შეიძლება რაღაცებში დავიჭირე, იმიტომ რომ ასე თუ ისე მაინც ფიქრობ, რომ ყველა ვართ საზოგადოების აზრის მსხვერპლი რაღაც მომენტში, იმიტომ რომ გინდა არ გინდა გვიწევს გათვალისწინება საზოგადოების აზრის პრინციპში, ეგ არის მთავარი პრობლემა, როცა მიუღებლობა გაქვს როგორც მშობელს მიუღებლობა გიჩნდება მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოების აზრის გათვალისწინება გიხდება. მქონია მეც რაღაც მსგავსი შეიძლება როგორც დედას პროტესტი შვილთან რომ რაღაცა ისეთ უცნაურს აკეთებს, რაღაცა უცნაურად შეიძლება რაიმე თქვას, აი ჩემი შვილები არიან ძალიან პირდაპირები და ხშირად ჩავარდნილ ვარ უხერხულობაში და მე ამომიცნია ის რომ უხერხულობაში მაგდებს არა ჩემი შვილი, არამედ ის საზოგადოება, რომლის აზრის გათვალისწინება მიწევს და ხანდახან ბრაზდებს. კი არა რომ ანუ საერთოდ არ მივიღო მათი აზრი, მაგრამ თუ კი ეს საზოგადოების აზრი რაღაცა შეიძლება ტრამვაც მიაყენო შვილს ზედმეტად გათვალისწინებული აზრით და ვფიქრობ რომ ძალიან რთული იყო ეს ხაზი რომ სწორად გამევლო ისე რომ მაყურებელთან მიმეტანა სწორად ეს მესიჯი ჩვენ ადამიანებმა რამდენი წესებიც, კანონებიც არ უნდა შევიმუშაოთ, ცხოვრება მაინც თავისას წაიღებს და ის სიფერადე, რომელიც კანონზომიერია და რომელიც თვითონ ბუნება იძლევა, იმას ვერსად ვერ გავიქცევით. ამიტომ ხშირად ზედმეტად და ბეჯითად ნერვიულობთ ისეთ გარემოებებზე, რომელიც უნდა მივიღოთ და არ უნდა შევწიროთ ძალიან მთავარი ჯანმრთელობა და ერთმანეთი. ჩვენ ვიმყოფებით ერთ ჩარჩოში. და ვერ გავქრებით. ჩვენ უნდა ვისწავლოთ თანაცხოვრება. ჩვენ რაც მთავარია, მიმტებებლობა უნდა ვისწავლოთ, რომელიც დღეს ძალიან დეფიციტურია და არავინ ამაზე ენერგიას არ ხარჯავთ. სიკვდილი თითქმის ყველა სცენაში ფიგურირებს. ცხოვრება წუთია, წამია. როდის შეწყდება, იგი არავინ იცის. სიკვდილი თითქოს ჩასაფრებულია და თავის დროს ელოდება სამოქმედოდ. შეიძლება ერთ საათში შენ მოგკიდოს ხელი იმ შავმა ადამიანმა თუ არსებამ და წაგიყვანოს თავისთან. სინანულისთვის დრო უნდა გამოვნახოთ, რომ ვიღაცებს გაუფრთხილდეთ, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება აღარ ვიყო და იმ ადამიანს მე
ვეღარ მოვასწრო მასთან თუნდაც შერიგება, თუნდაც მონანიება მასთან და ამიტომ ძალიან რთულია როცა გვავიწყდება რომ ჩვენ ცხოვრება რთულია როცა გვავიწყდება რომ ჩვენ უკვდავები არ ვართ. ეს სპექტაკლი არის მოზარდებისთვისაც და აქ ვერ დავსვავდით ისე მძიმედ საკითხს და აი ესადეთ ფერადი საშუალებებით რაღაცა იმ ესთეტიკით, რომელი ესთეტიკაც ჩვენმა მხატვრებმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა შეკრა, აი ესე ადვილად მისატანი ყოფილიყო იმ მოზარდი თაობისთვის და დაგვენახებინა მათთვის, რომ მაშინაც კი, როდესაც კრიტიკულია სიტუაცია, მაშინაც შეიძლება საერთო ენის გამონახვა. სპექტაკლის სცენოგრაფი რეჟისორი ნიკა საბაშვილია. სცენა ერთ ჩარჩოშია მოქცეული, რომელიც კედელზე ჰკიდია. ამ ჩარჩოდან გადმოსვლა შეუძლებელია. უხილავი კედელი ამის საშუალებას არავის აძლევს. ყველაფერი თეთრია, სკამი, ჯაგრისი, პირსაბანი, შაქარყინული ადამიანები. თევზიც კი. ამ კონცეფციის ნაწილია დავით ტაკიძის ორიგინალური, თეთრი ფერის ხელით ნახსოვი კოსტიუმებიც. დასაწყისში ეგეთი დავალება და კონცეფცია იყო, რომ კოსტიუმები უნდა ყოფილიყო თეთრი ფერის და უნდა მომხდარიყო გარკვეული ტრანსფორმაცია, რომელიც არც იყო დაკონკრეტებული, რომ შემდეგ კოსტიუმები გამხდარიყო ფერად. გამომდინარე იქედან, რომ ეს ქსოვის ესთეტიკა ჩემთან ახლოს არის და სურვილი გამიჩნდა, რომ გამომიყენებინა, გადავწყვიტე გამერისკა. იმიტომ საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ დედლაინი საკმაოდ მწირო ქონდა დაახლოებით 1 თვე, მაინც ამ კუთხით გადავწყვიტე კოსტიუმების გაკეთება, თან ის პლუსია, რომ ირაკლისთან უკვე მეორეჯერ მუშაობ და მაქვს თავისუფლება მუშაობის. ძირითადად შეზღუდვები არ ხდება, რაც საკმაოდ სასიამოვნოა და როდესაც პროდუქტს ქმნის შენი გადმოსახედიდან, შენი იდეიდან, მაშინ უკეთეს შედეგზე გადიხარ და ენთუზიაზმიც მეტი გვაქვს. და ამ ენთუზიაზმით მოხდა ამ კოსტიუმების შექმნა. მით უმეტეს, როდესაც მუშაობ, პირველადი ესკიზი და ფინალური შედეგი არასდროს არ ემთხვევა ერთმანეთს. პროცესის დროს ბევრი საინტერესო იდეა მოდის, რომელიც გეხმარება მცვლელებების შეტანაში, რომელიც უკეთესია შემდგომში. მაგარი კოსტუმია ძალიან, ისეთი. მე მოგიდე, ნახე როგორია. თან მორგებულიცაა და ხელს არ გიშლის რა, ისეთი თავისუფალია. და ლამაზი, მე მგონი ლამაზია რა. ყველა დეტალი ძალიან კარგად აქვს გათვლილი, ის კოსტუმების დაშლაც, აწყობაც. ალბათ იცით თქვენ გეცოდინებათ, რომ ყველა სპექტაკლის შემდეგ ეს კოსტუმები თავიდან იქსოვება და ეს ცალკე ხიბლს ძენს ამ სპექტაკლს. ისე არის გაკეთებული კოსტიუმები, რომ დაახლოებით, საკმაოდ მწირ დროში შეიძლება მისი აღდგენა და ის შრომატევად დიდად არ არის. ჩემ შემთხვევაში ძალიან კომფორტულია, არ მიშლის ხელს არც მოძრაობაში, არც სუნთქვაში, საერთოდ არაფერში არ მიშლის ხელს, უბრალოდ თბილია. მაგარი კოსტუმია ძალიან, მაგრამ თბილად ვარ, წეგარ რომ მკითხე როგორ ხარ, რომ თბილად ვარ, მაგრამ ეხლა სიტყვა უკვე გამომდინარე იქედან, რომ მე თეატრის მხატვარი არ ვარ და ვარ დიზაინერი, ეგეთი ნიუანსი ყოველთვის მეპარება, რომ არ ვფიქრობ დიდად კომფორტზე და ვფიქრობ თვითონ კოსტიუმის ვიზუალზე და ესთეტიკაზე. და ეგეთი ხარვეზები ხშირად მეპარება, მაგრამ მაგიეროდ კოსტიუმები ძალიან ლამაზია. ზოგადად ყოველთვის მე ძალიან მიყვარს ფერები. და თეატრის სივრცეში ყოველთვის ვაწყდები რაღაც ბაც ფერებს, ნეიტრალურ ყავისფერი და ნაცრისფერი ფერი ყოველთვის დომინირებს და ეს ჩემთვის ვიზუალურად არასასიამოვნოა და ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ფერი შევიტანო სპექტაკლში, სცენოგრაფიით და კოსტიუმით. რა თქმა უნდა, თუ თანხმედრაში ვარ რეჟისორთან, მაგ მხრივ დიზაინერი ჩვენს რეალობაში, ბათუმში და საქართველოში რთულია, რომ განვითარდე და შენი ნამუშევარი აჩვენო მაყურებელს. თეატრი ერთადერთი პლატფორმაა, სადაც შეგიძლია შექმნა კოსტიუმი როგორც ხელოვნების ნიმუში და არა როგორც უბრალოდ რასაც ყოველდღიურად ვიცმევთ.
და თეატრში ვიპოვე ჯერჯერობით ეგრე საკუთარი თავი. სპექტაკლი კლოუნადა. ამ ჟანრთან შეხება პირველად მოუხდათ თეატრის მსახიობებს. მოგეხსენებათ, რომ მე კინორეჟისორიც ვარ და ეს კლოუნადაც, კი, ხმები და რაღაცეები გვეხმარება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა მაინც მოქმედებაა და ძალიან ახლოს იყო, მეთქი ამას ვამბობ, ჩემს პროფესიასთან ეს გამომსახველობითი ჟანრი, რასაც კლოუნადა ქვია. და ვაიგივებდი ყოველთვის, რომ სიტყვა რო შეგვეცვალა, თქვათ, მოქმედებით და სხვადასხვა ჟესტიკულაციით. ფიქრობ, რაღაც ახალი გამოწვევაც იყო მსახიობებისთვის და ეს უფრო ორმაგად საინტერესო იყო ჩემთვის, რადგან მათთან ერთად ფაქტიურად ქმნიდით რაღაცა სიახლეს და სიახლეს ჩვენთვის, თორე ისე რა მოგეხსენებათ ეს ძველი ჟანრია და აქედან გამომდინარე რაღაც ისეთი საოცარი არაფერი არ ხდებოდა, მაგრამ ჩემთვის იყო სიახლე და მსახიობებისთვის. როდესაც პირველად გავიგონე კლოუნადა, შემეშინდა. იმიტომ რომ არ მქონდა გამოცდილება, მაგრამ ბატონ ნიკასთან მუშაობისას ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე, ძალიან ბევრი საინტერესო სიახლე მოხდა ამ პერიოდში, ძალიან ბევრი რაღაცას გავეცანი, ვმუშაობდით სისტემატიურად. ნამდვილად შრომატევადია, იმიტომ რომ ყველა მოძრაობა, აბსოლუტურად ყველა მოძრაობა რაღაცას ნიშნავს. ყველა სპექტაკლში, მაგრამ აქ უფრო რა. და საინტერესოა, იმიტომ რომ ყველაფერი მოსულა აქ კლოუნადაში. ოღონდ ყველაფერს ახლა ჩარჩოა აქ რა. არ ვიცი ნაიგრიში როგორაა ქართულად. აი ნაიგრიშს და იმას შორის, ნამდვილ შორის, რაღაცა არ უნდა გაგექცეს რა. რაღაცა ესეთი გამოწვევაა და დანარჩენი სცენაზე გამოჩნდება. იცი რა არის? ეს არის სუფთა ეტიუდებია რა. რაც ინსტიტუტში და რაც იქ გადიხარ, ზუსტად ანალოგიურად ისეა ეს სპექტაკლი დაწყობილი, ესე. რა სუფთა გამოდიხარ და შენი ეტიუდია რა. ეს ეტაპი გავიარეთ სტუდენტობისას, როცა ეტიუდებზე ვმუშაობდით და ჩვენი პედაგოგი ბატონი რეზო მერცხულავა ძალიან საინტერესო და მსგავს ეტიუდებს ხშირად გვაძლევდა. ჩემთვის პირიქით რაღაცნაირი სასიამოვნო და ბედნიერი მომენტები იყო, ბევრი ძალიან და პროცესში მივიღე მართლა დიდი სიამოვნება. ამ ჟანრში რაღაცები აღმოვაჩინე, რაღაცებს ვებძვი რა, ეს ხოც ამას ესე ვიზამ, მე გამოდიხარ მე კიდე რეპეტიციები, ამიტომ მაგარი რა. გამოდიხარ მე რაღაცა გინდა და რაღაცა და მე კითხულობ. ესე რა უკრაში, რაღაცა მაკედა როგორ ჩეს. ჩვენ გადავიღეთ ეს სპექტაკლი და უყურეთ და ბევრი რამე. მე რაღაცებს მეშვები რა. თქვათ იმას ამოიღებ, იმას ჩასვლა და რა ეს შეთანხმები და თქო ამას ესე შენი და მე არ ვშვები რა და არც არავინ. მე ხა რეჟისორს უნდა შეეკითხო რომ ამას დავამატებ თუ შეიძლება. ყველაზე მეტად გამიჭირდა ბავშვის ხმის მოწევნა. ძალიან ბევრი ვიმუშავე, ძალიან ბევრი ჩანაწერი ვნახე. ძალიან რთული სამუშაოა ტექნიკურადაც.
ანუ არა მარტო ხმის მხრივ, არამედ ზოგადად თვითონ კოსტუმიც ისე არის მორგებული, რომ აი შიგნით თითქმის მე არაფერს არ ვაკეთებ, უბრალოდ მხოლოდ თავი ჩანს ჩემი, დანარჩენი შიგნით სულ სხვა რაღაცები ხდება, ძალიან რთული პროცესია, მინდა გითხრათ. და შემდეგ უკვე სცენიდან სცენაზე გადასვლა, აი ეს პარიკის მორგება, გადაცმა, ეს არის ძალიან რთული პროცესი, იმიტომ რომ რაღაც წამებში უნდა მოახერხო ეს ყოველივე და თან კარგად უნდა გააკეთო, ისე რომ მაყურებელმა ვერ შეამჩნიოს შენი მდგომარეობა, რამდენად ქაოსი გაქვს უკან სცენის მიღმა. ყველაფერი ერთ პლანში ხდება, მაგრამ რა თქმა უნდა, ის პრინციპი, რაც აქვს კინოს რაღაც მონტაჟი, აქაც იგრძნობა. გარკვეული მომენტები არის, როდესაც მაგალითად პროექცია შედის და პროექცია გადმოდის ჩარჩოების გარეთაც და ვფიქრობ, რაღაც ის დატვირთვა აქვს, როდესაც რაღაც აი ეს რეალობა კი არა, პირიქით რაც ხდება სცენაზე, შენ მაყურებელმა გარეთაც იგრძნო და ვფიქრობ, აი რაღაცა ესეთი გამომსახველობითი პრინციპებით კინოს უახლოვდება ეს სპექტაკლი. არავერბალური სპექტაკლი ტექნიკურად რთულია. სიტყვებს აქ პერსონაჟების მოძრაობა და ემოცია ცვლის, რომელიც ხმებით გადმოიცემა. ჩვენი ხმის რეჟისორი არის ლევან ხაზიური, რომელიც თბილისიდან მოვიწვიეთ სპეციალურად ამ სპექტაკლისთვის და ეგ იყო ჩემთვის სიახლე, რომ თითო მოქმედებას იქვე წერდა, იქვე აკეთებდა რაღაც მუსიკას. ანუ მთელი სპექტაკლი არის ხმაზე აგებული და აქედან გამომდინარე ჩვენი ოპერატორებისთვის და ხმის რეჟისორებისთვისაც სიახლე იყო ამდენი ერთდროულად ამდენი ხმის, ასე ვთქვათ, თითო ჩაწერა და ამის გაკეთება. ერთმანეთზე ვართ დამოკიდებული გახმოვანება და მსახიობები. ერთი არასწორი მოძრაობა უკვე არღვევს მთლიანად მთელ სპექტაკლს. ჩვენი გამხმოვანებელი ვიკა ძალიან მაგარი გოგოა, ძალიან გვეხმარება, იმიტომ რომ ხანდახან ხდება, რომ გიწევს იმპროვიზაცია რაღაც მომენტში ეს ჩვეულებრივი მოვლენა, მაგრამ ის ყოველთვის მზად არის დაგვეხმაროს და ზუსტად დაგვისვას ის აქცენტი, რომელიც გვჭირდება. ყურადღების კონცენტრირება აქ გაასმაგებული გვჭირდება. იმ სინქრონის სწორად მოტანაც ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება, როცა პარტნიორს კარგად გრძნობდა. ამ შემთხვევაშიც შემიძლია თამამად თქვა, რომ თვითონ გუნდის შიგნით მსახიობები ძალიან კომფორტული იყო მათთან მუშაობა და ერთმანეთს ძალიან უწყობდით ხელს და მე განსაკუთრებით როგორც სტუმარი მსახიობი, აქ ყველა ცდილობდა, რომ რაღაცნაირად ჩემთვის შეექმნათ ის გარემო და ის პირობები, რომ ბოლომდე კომფორტულად მეგრძნო. სხვათა შორის, ადვილია მეთქი რო გითხრათ, არ ვიქნები მართალი, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და რაღაცნაირად გავერთე, იცით, ისე გავერთე, რომ მომეწონა ძალიან. არანაირი დისკომფორტი არ იყო ჩემთვის პირიქით ალბათ. შვიდად ვარ ტექსტის სწავლა. დამახსოვრება რო არ მიწევს ვიცი, მაგრამ ყურადღების კონცენტრირება მართლა აჯერ მეტი ჭირდება, იმიტომ რომ მთლიანად ხმებზე ვართ და აი წამებში და მილიმეტრებშია ყველაფერი ერთმანეთზე ვართ მოკლედ გადაქსოვილი როგორც ჩვენი კოსტიუმები. ეს არ არის დრამატული სპექტაკლი, სადაც სადღაც
ერთხელ ან ორჯერ ან თუნდაც 10ჯერ გაიჟღერებს რაღაც მელოდია და ამით მთავრდება. აქ ყოველ ეპიზოდზე არის უნდა აწყო მოქმედებასთან ერთად მულტიპლიკაცია შემოდის, ყველაფერი ერთად არის და ეს მოიცავს ძალიან შრომატევად პროცესს, მაგრამ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მსახიობებთან შეიძლება ნებისმიერ ჟანრზე ემუშავა, იმიტომ რომ აქ უყვართ თეატრი. დასასრული ისეთივე კეთილია, როგორც ზღაპარში. გოგონა არ ღვევს უხილავ კედელს. მშობლები მისი თანამოაზრეები ხდებიან და ფერებით სავსე უცხო სამყაროში გადააბიჯებენ. ის ჯამჩარჯოდან გადმოდის პერსონაჟები რაღაცა ჩემთვის სიმბოლური იყო ერთგვარი, როდესაც მე ჩემი ფილმი გავაკეთე სადიპლომო, იქ რაღაც მიახლოებით ასეთი ამბავი ხდებოდა, როდესაც ჩარჩო იმსხრევა და ამ ჩარჩოდან ერთი რეალობიდან მეორე რეალობაში გადმოდის გმირები და რაღაც აი ყოველთვის ამ სპექტაკლს უყურებდი როგორც კინოს და არა როგორც სპექტაკლს და რაღაც ცოტა სხვანაირი მიდგომით იყო ჩემთვის რა სხვა აღქმებით.